გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია. მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი ჩემი ვიდეოები. დღევანდელი ჩემი სასაუბრო თემა იქნება ეგრეთ წოდებული გლობალური დასავლეთი და ის გამოწვევები, რომლის წინაშედაც ეს პოლიტიკური სივრცე დღეს იმყოფება. ფართო სურათს თუ დავახასიათებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს გლობალური დასავლეთი იმყოფება სამგანზომილებიანი კრიზისული მომენტის წინაშე, სადაც ეს კრიზისები არის სხვადასხვა დონის და სხვადასხვა მასშტაბის. ფართო დონეზე მაკროსურათს თუ შევხედავთ, აქ არის გლობალური დასავლეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება დანარჩენ სამყაროსთან, რომელსაც შეიძლება უწოდოთ გლობალური სამხრეთი. და ეს გლობალური დაპირისპირება, გეოპოლიტიკური დაპირისპირება გამოიხატება აი ამ სამხედრო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კონფლიქტებში, რომლის შესახებაც ჩვენ ბოლო წლებია ვისმენთ, საუბრობთ და საინფორმაციო ველიც გაჯერებულია ამ პროცესთან დაკავშირებული მოვლენებით. ეს მოვლენები არის უკრაინის კონფლიქტი, თავად ასე ვთქვათ, დასავლურ გეოგრაფიულ არეალში, ეს არის ღაზის კონფლიქტი, რომელიც არის რეალურად ისრაელ-ირანის რეგიონული დაპირისპირება და ეს არის პოტენციური კრიზისული წერტილი ტაივანის სახით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. ეს დაპირისპირება, როგორც გითხარით, არ არის მხოლოდ სამხედრო განზომილების, ეს არის ასევე ეკონომიკური განზომილების, სადაც ბოლო პერიოდი ასევე ჩვენ ვხედავთ სავაჭრო, სატარიფო ომებს და ასევე სანქციების ომებს, სადაც ძირითადად დასავლეთი აი ამ ინსტრუმენტებს იყენებს ამ დანარჩენი სამყაროს მიმართ. და ასევე პოლიტიკურ დიპლომატიური დაპირისპირებები, რომლებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა, როდესაც გლობალური სამხრეთის წარმომადგენელი პოლიტიკური ლიდერები ვერბალურ დაპირისპირებაში შედიან გლობალურ დასავლეთთან და მოუწოდებენ მათ, რომ თანასწორ უფლებიან ურთიერთობაში შევიდნენ ამ ქვეყნებთან. მაგალითად, ესეთ თვალსაჩინო მაგალითი იყო ამ შემთხვევაში ინდოეთი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის განცნობილი განცხადებები, ასევე ირანის პრეზიდენტის განცხადებები, ასევე აფრიკული ქვეყნის ლიდერების დამოკიდებულებები ყოფილ მათ კოლონიზატორებთან. ამ დიპლომატიური დაპირისპირებების ყველაზე თვალსაჩინო და შემაჯამებელ ფრაზად შეიძლება მივიჩნიოთ ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზე ბორელის განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ ევროპა ეს არის ედემი დედამიწაზე, ხოლო დანარჩენი სამყარო არის ჯუნგლები. ეს ფრაზა პრაქტიკულად აჯამებს აი ამ გეოპოლიტიკურ იდეოლოგიურ დაპირისპირებებს გლობალურ სამხრეთსა და გლობალურ დასავლეთს შორის. კრიზისი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამოიხატება იმაში, რომ გლობალური დასავლეთი თანდათანობით კარგავს ეგრეთ წოდებულ გეოპოლიტიკურ ლიდერშიპს, როდესაც ბოლო საუკუნეების განმავლობაში ის იყო წარმმართველი პოლიტიკური სივრცე მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ადგენდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ტექნოლოგიურ დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით და ესეთი განვითარების ტრენდები წარმოიქმნებოდა ამ სივრცეში. დღეს ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ იქნება ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრები, იქნება ეს კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით, იქნება ალტერნატიული ინსტიტუციები, ალტერნატიული საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც გლობალური სამხრეთის ქვეყნები ხედავენ საკუთარ მომავალს და საკუთარ განვითარების პერსპექტივას. მეორე დონის კრიზისი არის უკვე თავად დასავლურ სივრცეში, სადაც თანდათანობით იკვეთება განხეთქილება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის შორის. ეს განხეთქილება არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ასევე კულტურული. ეს განხეთქილება ძირითადად გამოწვეულია შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლით, რომელიც განსხვავებულად ხედავს შეერთებული შტატების განვითარებას და მომავალს ევროპელებისგან განსხვავებით. აქ პოლიტიკური დაპირისპირება გამოიხატება იმაში, რომ დონალდ ტრამპი და მის ხელისუფლება არის განსხვავებული ელიტა და ის არ არის ტრადიციული ამერიკული ისტაბლიშმენტის წარმომადგენელი და ასევე ის არის დაპირისპირებული აი ამ ევროპულ ისტაბლიშმენტთან, რომელსაც აქვს სიმბიოზი აი ამ ტრადიციულ ამერიკულ ისტაბლიშმენტთან და დონალდ ტრამპი აი ამ ტრადიციულ ისტაბლიშმენტს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში არ სწყალობს. ეკონომიკური დაპირისპირება ვლინდება აი ამ ასევე განსხვავებულ სამხედროებებში, თუ როგორ უნდა მოეწყოს საერთაშორისო ვაჭრობა მხარეებს შორის, ევროპას სურს თავისუფალი ვაჭრობა, ხოლო დონალდ ტრამპს ტარიფების სახით სურს გარკვეულწილად პროტექციონისტული ეკონომიკის შექმნა შეერთებულ შტატებში, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომ რეინდუსტრიალიზაციას.
კულტურული დაპირისპირებაც ეს არის კონსერვატივსა და თანამედროვე ლიბერალებს შორის დაპირისპირება, სადაც ასე ვთქვათ დონალდ ტრამპი და მისი ეს სოფხედველობა ასევე უპირისპირდება ევროპულ ტრადიციულ ლიბერალურ ღირებულებებს. ხოლო მესამე დონის კრიზისი გლობალურ დასავლეთში ეს არის მიკროდონეზე უკვე თავად შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კრიზისები და ასევე ევროკავშირში შიდა პოლიტიკური, კულტურული თუ ეკონომიკური კრიზისები. დავიწყებ თავად შეერთებული შტატებით, სადაც დღეს ჩვენ ვუყურებთ ორ მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირებას და ორ მსოფლმხედველობას შორის დაპირისპირებას. ერთი ეს არის ეგრეთ წოდებული MAGA, დონალდ ტრამპის პოლიტიკური პლატფორმა Make America Great Again და მეორე არის ეს ტრადიციული ნეოკონსერვატიული ისტებლიშმენტი, რომლითაც ბოლო ათწლეულებია შეერთებული შტატების როგორც შიდა ასევე საგარეო პოლიტიკა იმართება. შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის მსოფლმხედველობრივი ბაზისები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივე ჯგუფი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები ეს არის ყველაზე განვითარებული ქვეყანა, ნომერ პირველი სახელმწიფო, ყველაზე განვითარებული საზოგადოება, პროგრესული საზოგადოება, რომელიც ადგენს აი ამ განვითარების ტრენდებს, დღის წესრიგს მსოფლიოში და შეერთებული შტატები ზოგადად წარმოადგენს ქალაქს ბორცვზე, რომელიც არის კაცობრიობის განვითარების, ჰუმანური განვითარების უმაღლესი წერტილი, თუმცა მათ განასხვავებთ საოპერაციო მეთოდები, საოპერაციო ინსტრუმენტები, დღის წესრიგი, რისი მეშვეობითაც შეიძლება მათ შეინარჩუნონ ეს უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოზე. მაგალითად, ნეოკონსერვატიული პოლიტიკური სკოლა მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების პირველობა, მისი უპირატესობა დანარჩენ სამყაროზე უნდა მიიღწეს აბსოლუტური დომინაციით და ეს დომინაცია უნდა იყოს მრავალგანზომილებიანი ასევე, ეს უნდა იყოს სამხედრო კუთხით აბსოლუტური დომინაცია, კულტურული კუთხით და ეკონომიკური კუთხით მსოფლიოს ყველა რეგიონში, რომ მსოფლიოში არ გაჩნდეს შეერთებული შტატების კონკურენტი, მიზიდულობის ცენტრი ან მისი კონკურენტი, დომინანტი ქვეყანა და მთავარი ესეთი ასპექტი ნეოკონსერვატიზმის ეს არის ძალის პრიმატი, ძალის გამოყენებით უნდა მოხდეს აი ამ კონკურენტი ძალების წარმოქმნის პრევენცია. მაგრამ დონალდ ტრამპი და მაგას პლატფორმა სხვანაირად ხედავს შეერთებული შტატების უპირატესობის სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ის მიიჩნევს, რომ ნეოკონსერვატიული ინსტრუმენტები, ეს იქნება სამხედრო ძალა, სამხედრო ინტერვენციები, კულტურული ინტერვენციები, კულტურული ჰეგემონიაზე პრეტენზია არის მიზანზე არაორიენტირებული, რომელიც ხშირად არათუ აღწევს საკუთარ მიზანს, არამედ კონტრპროდუქტიულია და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ის წარმოქმნის წინააღმდეგობა შეერთებული შტატების მიმართ უნდობლობას და თანდათანობით ძირს უთხრის ამერიკულ ლიდერშიპს მსოფლიოში. ამიტომ MAGA, დონალდ ტრამპის პოლიტიკური პლატფორმა თვლის, რომ აი ესეთი ინსტრუმენტები ნეოკონსერვატიზმის უნდა შეიკვეცოს, იქნება ეს სამხედრო კუთხით თუ კულტურული კუთხით და შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ ორმხრივი ტრანზაქციული ურთიერთობებით უნდა მოახერხოს საკუთარი ესე ვთქვათ უპირატესობის შენარჩუნება. დონალდ ტრამპი თვლის, რომ ყველა ქვეყანას სჭირდება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, ამიტომ ისინი ფიზიკურად ვერ იტყვიან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე უარს და სამხედრო კულტურული ჩარევების გარეშე შეერთებული შტატები მარტივად დაიბრუნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში მის მიმართ დაკარგულ საერთაშორისო ნდობას, მისი ლიდერობის მიმართ ნდობას თუ მორალურ უპირატესობას. ამიტომ მაგასა და ნეოკონსერვატივს შორის დაპირისპირების ხაზი დღეს გადის სამხედრო კონფლიქტებზე, გლობალურ სამხედრო კონფლიქტებზე, უკრაინის კონფლიქტი იქნება ეს, ღაზის კონფლიქტი თუ ტაივანის პოტენციური კონფლიქტი. აქ ნეოკონსერვატორები ითხოვენ, რომ აი ამ დაპირისპირებებში შეერთებულმა შტატებმა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი სამხედრო ძალა, პოლიტიკური, დიპლომატიური ძალაუფლება, რომ მის ოპონენტ ძალებს არ გაუჩნდეთ საკუთარი პოზიციების გამყარების შესაძლებლობა და რაც თავში ვახსენე, რომ გლობალური მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში არ გაჩნდეს შეერთებული შტატების დამაბალანსებელი ან ალტერნატიული მიზიდულობის სახელმწიფოები. დღეს მაგას პლატფორმის მთავარი გამოწვევა არის საკადრო დეფიციტი. დონალდ ტრამპს არ ყავს ისეთი პერსონალიები, რომელთაც გააჩნიათ მყარი მსოფლმხედველობრივი ბაზისი, რომლებიც პრაქტიკაში განახორციელებენ მაგას პლატფორმის ამ ახალ ხედვებს, რომლებიც სიახლეა შეერთებული შტატების სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომაც არა ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება, სამთავრობო კაბინეტი არის დაკომპლექტებული ნაწილობრივ აი ამ მაგას წარმომადგენლებისგან და ნაწილობრივ კვლავ აი ნეოკონსერვატიული სკოლის წარმომადგენლებისგან და თანდათანობით გამომდინარე იქიდან, რომ
ამ მაგას პლატფორმას როგორც ვახსენე, არც პერსონალური დასაყრდენები არ აქვს, ესეთი ძლიერი და მრავალი, არც ინსტიტუციური საყრდენები გააჩნია მას თვითონ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და არც მყარი ეს სტრატეგიები თუ როგორ მოხდეს ტრანზიცია შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ამ ნეოკონსერვატიული საგარეო პოლიტიკიდან მაგას საგარეო პოლიტიკამდე აი ეს ამ მრავალმხრივ ვაკუუმს თანდათანობით ისევ ნეოკონსერვატიული პოლიტიკური სკოლა ავსებს და ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ის რომ მომავალში დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა ნაწილობრივ დაემსგავსოს ნეოკონსერვატიულ საგარეო პოლიტიკას და ამ ნაწილობრივ დამსგავსებაში გულისხმობ იმას რომ სავარაუდოდ შეერთებული შტატები აქტიურ სამხედრო კონფლიქტებში აღარ ჩაერთვება და ომებს აღარ წამოიწყებს, გულისხმობ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში, თუმცა შეიძლება მან გამოიყენოს დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხის საშუალებები, გულისხმობ ამას ამ შემთხვევაში სანქციებს. თუმცა ამ თვალსაზრისითაც დონალდ ტრამპს აქვს გამოწვევები, რამდენად შეუძლია მას კვლავ სანქციების ინსტრუმენტი კვლავ აქტიურად გამოიყენოს, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციების ინსტრუმენტიც თანდათანობით ძირს უთხრის შეერთებული შტატების ლიდერობას, გეოპოლიტიკურ ლიდერობას მსოფლიოში და მის მიმართ დობას და ქვეყნები, მათ შორის მსხვილი რეგიონული თუ გლობალური მოთამაშეები თანდათანობით იწყებენ იმ მექანიზმების მოფიქრებას და პრაქტიკაში განხორციელებას, რის მეშვეობითაც ქვეყნები გლობალური მასშტაბით თავს დააღწევენ შეერთებული შტატების სანქციებს და იქნება ეს პარალელური საფინანსო ეკონომიკური სისტემები, რომელიც როგორც ვახსენე, აი ამ ეკონომიკურ დომინაციას, რომელიც ბოლო 80 წელიწადი შეერთებული შტატების მსოფლიო მასშტაბით ჰქონდა საკუთარი ინსტიტუციური გამამყარებლებით, იქნება ეს მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები გაეროს მასშტაბით, აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებით ის გავლენის და კონტროლის შესაძლებლობებს ამ შემთხვევაში კარგავს. მაგას პლატფორმის ფარგლებში დონალდ ტრამპი ცდილობს შეერთებული შტატების უპირატესობისა და მიმზიდველობის შენარჩუნებას განსხვავებული ხერხებით. მას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა მინიმუმ შეინარჩუნოს და განავითაროს მისი მაღალტექნოლოგიური სექტორი და მოახდინოს ამ მაღალტექნოლოგიური სექტორისთვის საჭირო რესურსული მობილიზება. ამ რესურსულ მობილიზებაში იგულისხმება იშვიათი კრიტიკული მეტალების და მინერალებისზე წტომის გაზრდა და ამ კუთხით რესურსების აკუმულაცია. ამაზე ფუძნდება შემდგომ უკვე სწორად ეს მაღალტექნოლოგიური პროდუქტები, განსაკუთრებით ჩიპები, სადაც შეერთებული შტატები ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და ეს ჩიპები გამოიყენება თითქმის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაში, მათ შორის 5G ტექნოლოგიებში და ამ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით საბოლოოდ იქნება ციფრული სივრცე, ციფრული სამყარო, რომლის გარეშედაც თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ყოველდღე ჩვენ ვოპერირებთ ამ სივრცეში და ეს ციფრული სივრცე საბოლოოდ წარმოქმნის უზარმაზარ მონაცემთა ბაზებს მომხმარებლების შესახებ, მომხმარებლების ქცევის შესახებ და ქმნის ეგრეთ წოდებულ მონაცემთა ბაზებს, რომელსაც ეწოდება cloud capital. ამ ტერმინს ხშირად იყენებს იანის ვარუფაკისი და ამ cloud capital-ის გარეშე თანამედროვეობაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია საერთაშორისო ვაჭრობა, კომერცია და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კაპიტალიზმი პრაქტიკულად შეერწყა ამ cloud capital-ს და პირიქით მასზე დამოკიდებული გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მონაცემთა ბაზების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მსხვილი კომერციული სექტორის ოპერირება, წარმოება და ამ თვალსაზრისით შეერთებული შტატებს სურს, რომ არ დაკარგოს საკუთარი პრივილეგირებულობა, მისი უპირატესობა მსოფლიოში, მას ყავს კონკურენტი ჩინეთი, ამ მიმართულებით ჩინეთს აქვს საკუთარი ესეთი მონაცემთა ბაზა, საკუთარი სოციალური ქსელებით, საკუთარი სავაჭრო პლატფორმებით, ამიტომ დონალდ ტრამპს სურს, რომ ეს შეერთებული შტატების უპირატესობა ამ კუთხითაც შეინარჩუნოს საომავლოდ. რაც შეეხება ევროკავშირს შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ის უფრო მასშტაბური გამოწვევების წინაშე იმყოფება, გამომდინარე იქიდან, რომ ის თანდათანობით კარგავს გეოპოლიტიკური აქტორის წონას და იმ ატრიბუტებს, რომლებიც უნდა გააჩნდეს გეოპოლიტიკურ აქტორს, მინიმუმ რეგიონულ დომინანტ სახელმწიფოს ან პოლიტიკურ გაერთიანებას. პირველ შემთხვევაში აქ უნდა ვახსენოთ სამხედრო ასპექტი. შეერთებული შტატების გარეშე ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამხედრო თვალსაზრისით არ წარმოადგენენ იმ მასშტაბის და მოცულობების მქონე ძალებს, რომელთაც გეოპოლიტიკურ პროცესებზე გავლენის შესაძლებლობა ექნებათ, თუნდაც საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება. მეორე ამ შემთხვევაში არის ეკონომიკური ასპექტები. ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესებმა
პერსპექტივაში საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს ევროკავშირის ეკონომიკას. ამ შემთხვევაში ნავახსენოთ ენერგომომარაგების პრაქტიკულად დესტაბილიზაციას, რომ მაგალითად დღეს ამდენჯერმე ძვირს იხდის ევროკავშირის საკუთარ ენერგომომარაგებაში, რომელიც შემდგომში აისახა ეკონომიკაზე, საწარმოო სექტორზე, სადაც მთელი რიგი, ასე ვთქვათ, კომპანიებმა, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ბაზარი ან დატოვეს, ან უბრალოდ ბევრმა ბანკროტად გამოაცხადა თავი. და მესამე ასპექტი აქ არის კულტურული საკითხები, სადაც ევროკავშირი არათუ უთანხმოებაში, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა მის ტრადიციულ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან და შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ეს ორი მხარე, ბრიუსელი და ვაშინგტონი, განსხვავებულ კულტურულ პლატფორმებზე დგას. ჩვენ ნახეთ მიუნხენის კონფერენციაზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჯეი დივენსის სიტყვა, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა კონსერვატიზმის აღზევების, კონსერვატიზმის თავისუფლად ფუნქციონირების აუცილებლობა ევროკავშირის მასშტაბით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებების დაბრუნების აუცილებლობა ევროკავშირში. ამ შემთხვევაში ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის არის განხეთქილების საკითხები, ასევე მიგრაციის საკითხი, ეს კატეგორიულად მიუღებელია თავისუფალი მიგრაცია შეერთებული შტატებისთვის, ხოლო პირიქით ბრიუსელისთვის ის ღია პრაქტიკულად უკონტროლო მიგრაციისთვის და ასევე იდენტობის საკითხები, ესეც არის კრიტიკული წყალგამყოფი ამ ორ მხარეს შორის. ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ევროკავშირი ვერ აკმაყოფილებს იმ მაღალტექნოლოგიურ ასპექტებს, რომელიც მე ზემოთ ჩამოვთვალე, რომელიც ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს გააჩნია. ევროკავშირს არ აქვს ის ციფრული ტექნოლოგიების, ციფრული პლატფორმები, რომლითაც ის მოახდენდა ამ ციფრულ მონაცემთა ბაზების შექმნას და დაეხმარებოდა ევროპული კაპიტალის გენერირებას. ამ ყველა გამოწვევასთან ერთად ევროკავშირმა რეალურად დაკარგა ის კომფორტი, რომელიც მას ჰქონდა პრაქტიკულად ბოლო 80 წელიწადი და ამ კომფორტს ერქვა სახელად შეერთებული შტატები და მის ამ ტრადიციულ მოკავშირესთან აღმოჩნდა პრაქტიკულად პოლიტიკურ, როგორც ახსენე, ეკონომიკურ, ციფრულ და კულტურულ დაპირისპირებაში. ამ გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა ევროკავშირის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე ჰპოვა ასახვა და ის პოლიტიკური ბალანსი, რითაც ევროპა და ევროკავშირი ბოლო 10 წლეულები გამოირჩეოდა, ეს პოლიტიკური ბალანსი თანდათანობით შეირყა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და თავად ევროკავშირშიც და რა იგულისხმება ამ ბალანსის შერყევაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეალურად ევროპაში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ცენტრისტული იდეოლოგია, ევროპული ცენტრიზმი, რომელმაც შეითავსა რადიკალური მიმართულებების გარკვეული ასპექტები და აი ამ ასპექტების შეზავებით, სიმბიოზით ის ახდენდა ამ პოლიტიკური სტაბილურობის შექმნას ევროპის მასშტაბით და ამ პოლიტიკურმა სტაბილურობა მოიტანა ის კეთილდღეობა ბოლო 10 წლებში, რაც ევროკავშირმა შექმნა. თუმცა ამ პოლიტიკური ცენტრიზმს, როგორც ვახსენე, ბოლო პერიოდში შექმნა მრავალმხრივი გამოწვევა, მრავალპროფილური და მრავალგანზომილებიანი, რაც მე ჩამოვთვალე ეკონომიკური გამოწვევები, პოლიტიკური გამოწვევები, კულტურული გამოწვევები, მიგრაციის მიმართულებით და საგარეო პოლიტიკური გამოწვევები და ეს პოლიტიკური ცენტრიზმი თანდათან ვეღარ პასუხობდა ადეკვატურ რეაქციას და რეფლექსიას ვეღარ ახდენდა ამ გამოწვევებზე და თანდათანობით ევროპის მასშტაბით ლოკალურ დონეზე ჩნდებოდა ეს რადიკალური მიმართულებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ადგილობრივ და ცენტრალურ, ასე ვთქვათ, მეინსტრიმ ამ პოლიტიკურ ცენტრიზმს და ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები თანდათანობით ძლიერდებოდნენ და ასე ვთქვათ, საფრთხედ ჩნდებოდა ამ პოლიტიკური ცენტრიზმისთვის, რომ ეს ამ პოლიტიკური ცენტრიზმს ჩაანაცვლებდა ეს პოლიტიკური რადიკალური ფრთები, იქნებოდა ეს მემარჯვენე მიმართულებით, ნაკლებად ამ შემთხვევაში მემარცხენე მიმართულებით. ამიტომ პოლიტიკურმა ცენტრიზმმა ევროკავშირში, ევროპულ ქვეყნებში გადაწყვიტა პოლიტიკური რეაქცია მიეცა არა იმ გამოწვევებზე, არამედ აი ამ პოლიტიკური რადიკალიზმის წარმოქმნაზე და დაიწყო რეაქციული ნაბიჯები ამ პოლიტიკური რადიკალიზმის მიმართ და რეალურად ეს პოლიტიკური ცენტრიზმი გარდაიქმნა რადიკალურ ცენტრიზმად, ანუ რეაქციულ ცენტრიზმად. ამ პოლიტიკური ცენტრიზმის რადიკალურ ცენტრიზმად გარდაქმნას ხელი შეუწყო არა მხოლოდ შიდა ევროპულმა პოლიტიკურმა გამოწვევებმა, არამედ იმ გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ, რომელშიც ევროკავშირი აღმოჩნდა მის ტრადიციულ მოკავშირე
შეერთებულ შტატებთან. გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ევროპის პოლიტიკურ ცენტრიზმი მფარველობდა და მის პოლიტიკურ კომფორტს განსაზღვრავდა ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, ნეოკონსერვატიული ისტაბლიშმენტი. ეს ისტაბლიშმენტი დროებითაც ჩანაცვლა დონალდ ტრამპის მაგას პლატფორმით, რომელიც როგორც ვახსენეთ, დაპირისპირებაშია ევროპული ისტაბლიშმენტთან. აქედან გამომდინარე ეს პოლიტიკური ცენტრიზმი, ევროპული პოლიტიკური ცენტრიზმი აღმოჩნდა დამოუკიდებელ სუბიექტად, რომელსაც დამოუკიდებლად უწევს გაუმკლავდეს აი ამ პოლიტიკურ გამოწვევებს და ამიტომაც არის რომ ის გადაიზარდა ასე ვთქვათ გარდაიქმნა რადიკალურად რეაქციულ ცენტრიზმად. ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან გარკვეულწილად ოქსიმორონია, მაგრამ შეიძლება ასე დახასიათდეს დღეს ბრიუსელის ისტაბლიშმენტი, რომელიც ამ რეაქციული რადიკალური ცენტრიზმით ცდილობს ამ პოლიტიკური ძალაუფლებრივი სტატუს-კვოს შენარჩუნებას, რომელიც მას გააჩნია და იმ ასე ვთქვათ ევროპული პერსპექტივიდან პოლიტიკური რადიკალიზმის პრევენციას, რომელიც რეალურად წარმოიქმნა ევროპის პოლიტიკურ წიაღში და რომელიც შეიძლება უფრო ავთენტურია ევროპისთვის, ვიდრე თანამედროვე ეს პოლიტიკური რეაქციული ცენტრიზმი, რომელიც ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ ეკონომიკურ, კულტურულ, გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომლის წინაშედაც თანამედროვე ევროპა აღმოჩნდა აი თანამედროვე გეოპოლიტიკური კატაკლიზმების წინაშე. თუ კი ევროკავშირს სურს გახდეს გლობალური აქტორი, მას სჭირდება შიდა ევროპული საზოგადოებრივი მობილიზება და შიდა ევროპული კონსენსუსი, გარკვეულწილად მიზანსწრაფვა და ამ მიზნების მისაღწევად შიდა ევროპული ძალისხმევის გაღება. თუმცა მსგავსი პროცესის საწარმოებლად საჭიროა გამაერთიანებელი, მამობილიზებელი იდეოლოგიის ქონა, მაგრამ ის იდეოლოგია, რომელიც არჩეული აქვს ამ შემთხვევაში ბრიუსელს, გულისხმობ ლიბერალიზმს, მსგავსი ამ პროცესის საწარმოებლად არ გამოდგება, ასეთად მხოლოდ შეიძლება მოვიაზროთ ნაციონალიზმი. თუმცა ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, მისი მიზანი და შინაარსი თავის-თავში გამორიცხავს ამ იდეოლოგიის წახალისებას. ეს ორგანიზაცია იმისთვის შეიქმნა, რომ ევროპის კონტინენტზე ევროპული ნაციონალიზმებზე დაფუძნებული კონფლიქტების პრევენცია მოეხდინა. ამიტომ ეს ორგანიზაცია ამ იდეოლოგიას საკუთარ თავში გამორიცხავს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი ასე ვთქვათ, ბრიუსელი ამ იდეოლოგიის წახალისებას მოახდენს, სავარაუდოდ ეს გამოიწვევს ორგანიზაციის დეზორიენტირებას და საბოლოოდ დეზინტეგრაციას. ამიტომ გარკვეულწილად პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება დღეს ბრიუსელი, მას სურს გახდეს გეოპოლიტიკური სუბიექტი, საერთო ევროპული ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, კულტურული სივრცე გახდეს, თუმცა მას არ აქვს ეს იდეოლოგიური ინსტრუმენტები, რითაც აი ამ გაერთიანებას და სუბიექტურობას განახორციელებს გეოპოლიტიკურ არენაზე. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.